შებას საერთაშორისო სავალიდო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობის მისამართით რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაცია კერძო სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვის მეშვეობით საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმირება. რაც შესაძლებელს გახდის დანაზოგების დაგროვებას. ეს კი თავის მხრივ დააჩქარებს ზოგადად რეფორმირების განხორციელებას. სამუშაო ადგილების შექმნასა და სამომავლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. მე აქვე გეტყვით, რომ საპენსიო რეფორმის მოდელი უკვე მზად არის. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მოდელი კონცეფციურ დონეზე, ამ ყველაფრის გარკვევას უკვე ოთარ ძიძიგაშვილისგან ვესწრებით, დიახ, საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ოთარ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონო ოთარ, კონცეფციურად უკვე როგორ გამოიყურება რეალურად მიმართულება, რომელიც უკვე დღეს მზად არის და უკვე როდის უნდა ველოდოთ მის ამოქმედებას. გისმენთ. მოგესალმებით, სანდრო. სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ ეს არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი და ასევე აზიის განვითარების ბანკი ყველა აქტიურად მხარს უჭერს ამ ინიციატივას, ვინაიდან ქვეყანას რეალურად სჭირდება ფინანსური რესურსის გრძელვადიანი მობილიზაცია და საპენსიო ფონდები ზუსტად ერთ-ერთი შედეგი საპენსიო რეფორმის არის გრძელვადიანი რესურსის ქვეყნის შიგნით მობილიზაცია. კი ბატონო, ამაზე ცოტა მოგვიანებით გითხავთ ბატონო ოთარ, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა უკვე სამოქმედო გეგმა? არის თუ არა გაწერილი კონკრეტულად და რა ნაბიჯებს გადავდგათ, ასე ვთქვათ, ახლო მომავალში ამ მიმართულებით? რამოდენიმე კვირის წინ, როგორც მოგეხსენებათ, საპენსიო რეფორმის კონცეფცია განხილული იყო ეკონომიკურ საბჭოზე. ეკონომიკურმა საბჭომ მოისმინა დეტალურად გაიცნო რეფორმას და გამოთქვა სურვილი, რომ როგორც შემდეგი ეტაპი ეს კონცეფცია წარდგენილი იყოს მთავრობის ხდომაზე დასამტკიცებლად. რა თქმა უნდა, უკვე აქ მთავრობის ხდომაზე დეტალურად განხილული იქნება და ასევე გაწერილი სამოქმედო გეგმა და თუ მთავრობა დაამტკიცებს კერძო საპენსიო სისტემის ჩემს მიერ და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ მოდელს, შემდეგ გადავართ მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს სისტემის დანერგვას. თუმცა თუ ეკონომიკურმა საბჭომ ბატონო ოთარ ამ შემთხვევაში მოიწონა, ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს აღქმული სიგნალი, რომ ამ შემთხვევაში მთლიანობაში შეიძლება იდეა იყოს დამტკიცებული. თუმცა აქვე მაინტერესებს, რომ აი დაგროვებით პენსიაზე მოხდა მთლიანობაში შეჯერება. ძალიან ბევრი სხვა საინტერესო კონცეფცია იყო, რომელიც არის ადაპტირებული იგივე ევროპაში, თუნდაც ჰიბრიდული მოდელი და ასე შემდეგ. თუმცა 2017 წელია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ყველაფრის ამოქმედების ვადად განსაზღვრული. თუმცა აქვე ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, იგივე ნებაყოფლობითი მონაწილეობა. აი რომ განვმარტოთ საზოგადოებას, რას ნიშნავს რეალურად ეს კონცეფციურ დონეზე. დიახ. ანუ ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც არის ლეგალურად დასაქმებული, მას ექნება არჩევანი მიიღოს ან არ მიიღოს ამ სისტემაში მონაწილეობა. ნებისმიერი ასაკის ადამიანს გულისხმობ. რეალურად იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს ხელშესახები პენსია, ის უნდა აგროვებდეს დაახლოებით 20 წელი მაინც, იმის შემდეგ, როდესაც უკვე მიაღწევს საპენსიო ასაკს, მიიღოს ხელშესახები საპენსიო შემოსავალი. თუმცა ჩვენ ყველა ასაკობრივ ჯგუფს მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც ვინც თქვა 2 წელი, ვისაც 2 წელი აქვს პენსიაზე გასვლამდე, მათაც რო კონდეთ შესაძლებლობა დააგროვონ და რა თქმა უნდა მათთვის ამ თანხის გამოტანის შესაძლებლობა იქნება გაცილებით სხვანაირი. კი ბატონო. რაც შეეხება თვითონ მოდელს კერძო დაგროვება, რაც გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში აღიქმევა მოსახლეობის მხრიდან არასწორად, ანუ ხალხს გონია, რომ თქვათ, თუ მე მაქვს შემოსავალი, მე თვითონვე შემიძლია ეს გადავდო და არ მჭირდება არანაირი სისტემა ამისათვის. თუმცა ესე არ არის და ყველა ქვეყანაში კერძო დაგროვებითი სისტემა ეფუძნება გარკვეულ წახალისებას. ჩვენ შემთხვევაში ეს წახალისება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანუ რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ადამიანი გადარიცხავს ყოველთვიურად თავისი შემოსავლის 2%-ს, დამსაქმებელიც დამატებით, ასე ვთქვათ, ურიცხავს მას 2%-ს თავისი შემოსავლის და სახელმწიფოც ჯგუფის 2%-ს. მხოლოდ 2% მონაწილეობით ადამიანს მაშინვე 6% დაუბეგრავა თავის შემოსავლის. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ბატონო ოთარ იგივე ჩვენს ეთერში, თუმცა ერთ მნიშვნელოვან საჭირო საკითხს მინდა შევეხო, რომელიც გარკვეულწილად EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე დაანონსა, რომელიც თბილისში იმართებოდა. კონკრეტულად ეს განცხადება ფინანსთა მინისტრს ეკუთვნის, რომელმაც განმარტა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს საპენსიო რეფორმირების მოდელზე და აქტიურად იმუშავებს დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებაზე. ხა რატო ახსენებ დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებას? იმიტომ რომ ანალიტიკოსები ცალსახად განმარტავენ იმას, რომ თუ ქვეყანაში არ არსებობს საფონდო ბირჟა, ეს ორი მიმართულება, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება უბრალოდ ვერ განხორციელდება. თუმცა ქვეყანაში არსებობს ანალიტიკოსთა მეორე წრე და მეტწილად მთავრობის წევრებიც მეორე წრეს განეკუთვნებიან, რომლებიც საუბრობენ იმას, რომ საპენსიო რეფორმა და იგივე დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედება გამოიწვევს იმას, რომ საფონდო ბირჟა განვითარდება. თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს ამასთან მიმართებაში, ანუ რეალურად ხომ არ უნდა დაიწყოს პარალელურად საფონდო ბირჟის განვითარება იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად საპენსიო რეფორმას დახვდეს მზად მყარი ალტერნატიული ფინანსების ინსტიტუტი.
ვისაუბროთ, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი, ასე ვთქვათ, გამართულ ფინანსურ სისტემაში. გეთანხმებით, სანდრო, ერთის მხრივ კაპიტალური ბაზრის ამოქმედებას სჭირდება საპენსიო ფონდები, ამავე დროს საპენსიო ფონდებს სჭირდება კაპიტალური ბაზარი, თუმცა პრიორიტეტები როგორ უნდა იყოს მოახდინონ ამ თანხების ინვესტირება საქართველოში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კაპიტალური ბაზრის რეფორმა და რაც პირველადმა ანალიზმა გვიჩვენა, არსებობს ქვეყნის შიგნით თანხის გრძელვადიანი რესურსის მოთხოვნა და ხშირ შემთხვევაში ქართულ კომპანიებს, ვისაც სჭირდებათ თანხა იმის გამო, რომ საქართველოს შიგნით არ არსებობს თანხა, მიდიან და საერთაშორისო კაპიტალურ ბაზრებზე ეძებენ. აბანდებენ თანხას. აბანდებენ. ჩვენ ვქნით იმის რესურსს, რომ კომპანიებს მით უმეტეს საშუალო ზომის კომპანიებს, ვისაც არ აქვს იმის რესურსი, რომ წავიდეს და საერთაშორისო დონორებს დაფინანსებათ ხოლოს და მოიზიოს ეს თანხები, ადგილზე ვექნებათ მათ შესაძლებლობა გამოუშვან თავიანთი ფასიანი ქაღალდები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პარამეტრის დაკმაყოფილების შემდეგ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეიძლება ამის გაკეთება. გამჭვირვალობა, ფინანსური კი ბატონო, ძალიან საინტერესო წინადადება წამოჭერით ბატონოთა და ამაზეც ოდნავ მოგვიანებით გითხავთ, თუმცა ამ შემთხვევაში მინდა რომ ჩემი კითხვა ამოწურო მთლიანად, თუ გაქვთ კომუნიკაცია იგივე ბატონ ფარესიშვილთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც გამოდიან ინიციატივით, რომ ქვეყანაში საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი უნდა იყოს განვითარებული, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ ერთ მიმართულებაზე, არ უნდა გაგვავიწყდეს მეორე მიმართულება, რასაც ქვია უშუალოდ ის, რაზეც ვსაუბრობ, საფონდო ბირჟას გულისხმობ. ამ შემთხვევაში თუ გაქვთ მათთან გარკვეული კომუნიკაცია და რა სახის იმპულსები მოდის მათგან. რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, ეს ორივე საკითხი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული და ჩვენ ზოგადად ეკონომიკის სამინისტროში ასევე შექმნილია, როგორც ვახსენე, საპენსიო კაპიტალური ბაზრის რეფორმის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რობერტ სინგლატერი და რა თქმა უნდა მასთან აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად ფიქრობ და ვცდილობ. ბატონი რობერტ სინგლატერის პოზიცია არაერთხელ დაფიქსირებულა ბიზნეს კონტაქტის ეთერში, თუმცა აქვე აი ფონდის სტრუქტურაზეც მინდა გკითხოთ, სადაც მოხდება უშუალოდ ამ თანხის დაგროვება. ძალიან ბევრი სკეპტიკოსი საუბრობს იმას და ცხადე ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, თუ მოხდება ვთქვათ აქტივების გატანა, რაზეც თქვენ საუბრობდით და რასაც თქვენ შეეხეთ ცალსახად და გიდასტურებთ, რომ თუ მოხდა ამ აქტივების დაბანდება და დაგროვება საქართველოს საზღვრებს გარეთ. ერთის მხრივ, ეს არ არის კარგი, როდესაც ვთქვათ, სხვა ქვეყნის ეკონომიკაში ხდება ინვესტირება მეტწილად, ეს იქნება ამერიკის საფონდო ბირჟა თუ ეს იქნება ბრიტანეთი თუ ეს იქნება ჩინეთი. ჩინეთი ამ შემთხვევაში რაც მოხდა და როგორც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ეს ნაწილი უყურებს ძალიან სკეპტიკურად ამ საკითხს და მეორე მიმართულება. თუ ვთქვათ, ახლო პერიოდში, ახლო მომავალში ფონდი დადგა მეტწილად გაკოტრების საფრთხის წინაშე. აი, პრევენციული ღონისძიებები რამდენად არსებობს? ჩემს მიერ ჩამოთვლილ ორივე მიმართულებაზე. პირველ რიგში ვერ დავეთანხმები სკეპტიკოსებს, ვინაიდან რა თქმა უნდა ზოგადად კაპიტალის გადინება ქვეყნიდან ეს არ არის კარგი და არ არის წახალისებული ზოგადად. თუმცა ამავე დროს ეს თანხა არ იკარგება, ეს თანხა არსად არ მიდის, ეს არის ჩვენი პენსიონერების თანხა, რომელიც რაღაც ნაწილი, რა თქმა უნდა, მე არ ვიძახილ ეს თანხა მთლიანად, ანუ რაღაც ნაწილი შეიძლება დაბანდეს საზოგადოებრივად იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივად ინვესტირების რესურსი ამოიწურება, ამას ხაზი უნდა გაუსვათ. ამ შემთხვევაში მოხდება ამ თანხის გატანა, ხოლო შემდეგ, როდესაც უკეთესი ინვესტირების საშუალება გაჩნდება საქართველოში, ეს თანხა ნებისმიერ დროს შეიძლება რომ უკან დაბრუნდეს, ისევ ინვესტირება მოხდეს საქართველოში. ანუ ეს თანხა არ იკარგება და მთავარი არის ეს, რომ ეს თანხა არ დაიკარგოს, ეს თანხა დარჩება. ეს არ ნიშნავს პირდაპირ პროპორციულ ინვესტირებას ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ინვესტირება რა თქმა უნდა ინვესტირება მოხდება სხვა ქვეყნის ფასიან ქაღალდებში. აი ამაზეა საუბარი ბატონო. გეთახმებით, თუმცა შემდეგ რამოდენიმე წლის შემდეგ მოგებასთან ერთად ეს ისევ დაბრუნდება საქართველოში. თუმცა თუ არსებობს იმის პრევენცია, მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, თუმცა რა თქმა უნდა ეს თანხის გადინება, უცხოური ვალუტის გადინება ქვეყნიდან ეს არ არის კარგი. არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი, რითაც ამის დაბალანსება შეიძლება. აი მაგალითად რითი შეიძლება? თუნდაც პირდაპირ უცხოური ინვესტიციების გაზრდით საქართველოში, რაც რა თქმა უნდა და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იქ რაღაც ძალიან დიდი თანხის გადინებაზე. ეს არის ახლა არ მინდა უბრალოდ ციფრი დავასახელო, თუმცა ამაზე რა თქმა უნდა მიმდინარეობს მსჯელობა და ეს თემა დამუშავების პროცესი. აბსოლუტურად გიდასტურებთ, რომ საკითხი ნამდვილად ფუნდამენტურია, იმიტომ რომ თითოეულმა ეკონომიკურმა შტომ ალბათ უნდა შეავსოს და დააბალანსოს. თქვათ შეიძლება მეტნაკლებად ის დანაკარგები, რაც შეიძლება ახლო მომავალში იყოს. თუმცა არ ვფიქრობ დანაკარგებზე. ამას დანაკარგს ვერ ზოგადად ამ პრინციპს, იმ საზღვარგარეთ ინვესტირების პრინციპს დანაკარგი არ შეიძლება დავარქვათ, ეს იქნება არასწორად აღქმული. ამიტომაც ყველა ეკონომისტი დავეკითხებით, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ვინაიდან ეს თანხა არ იკარგება და ანუ არ გადის ერთი მიმართულებით და მას უკან შემოbrunების დიდი პოტენციალი ეს აუცილებლად ასევე მოხდება, შემოbrunდება ის საქართველოში თავის მოგებასთან ერთად. თუმცა აი ხანმოკლე პერსპექტივაში
პერსპექტივაში თანხის ფულადი კაპიტალის გადინებაზეა ცალსახად საუბარი, რაზეც ალბათ სკეპტიკოსები უყურებენ ნეგატიურად ცალსახად. თუმცა აქვე მეორე მიმართულებაც მინდა წამოვჭრა და რომელიც წამოვჭერი მეტწილად, ეს არის ახლო მომავალში პრევენცია რამდენად მოხდება იმისა, რომ თქვათ ფონდი არ გაკოტრდეს, ის თანხა არ განულდეს, რაც ამ ფონდში იქნება მობილიზებული და ასევე. ბოლო პერიოდში არც თუ მაინც და მაინც ასიამოვნო პრაქტიკა აქვს იგივე თქვათ ლარის მცურავ კურსთან დაკავშირებით და აი ამ ყველაფერმა რამდენად შეიძლება იქონიოს გავლენა და ანუ დენომინირება როგორ მოხდება, ასე ვთქვათ, ფულადი კაპიტალის ამ ფონდში მობილიზებული კაპიტალის დენომინირება როგორ იქნება. ამ შემთხვევაში რომ სხვა გარეშე ფაქტორებმა ეს იქნება გარეშოკები თუ შიდა ფუნდამენტური ფაქტორები გავლენა არ იქონიოს ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ლარის კურსს, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად რაც უფრო სტაბილური იქნება ლარის კურსი, მით უფრო კარგი იქნება საპენსიო რეფორმისათვის. თუმცა ერთ-ერთი დაცულობა პენსიონერებისთვის არის ისევ, რომ მაგალითად თუნდაც ის, რომ ეს თანხები საზღვარგარეთ დაბანდეს, ამ შემთხვევაში დაბანდება უცხოურ ვალუტაში და ამ მხრივაც მომავალი პენსიონერი დაცული იქნება თუნდაც ლარის გაუარესებთ, ანუ გაუფასურებით, რაც მაგრამ მე რეალურად ამის საფრთხეს ნამდვილად ვერ ხედავ. თუმცა თქვენ მეორე კითხვა დამისვით გაკოტრებასთან დაკავშირებით, ეს უკვე ეს მე ვიტყოდი, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, თუ არ მოხდება ფონდის მართვის შემთხვევაში რაღაც ოპერირებული საოპერაციო თაღლითობა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში იმდენად დაბალანსებულია რისკ მენეჯმენტი ესეთი ფონდის მართვის შემთხვევაში, რომ გაკოტრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს გამომდინარეობს ერთი მარტივი მიზეზით, რომ თანხა იმდენად დივერსიფიცირებულად ხდება თანხის ინვესტიცია, ასევე საზღვარგარეთ დაბანდების შემთხვევაში დაბანდება ინდექსებში, პრაქტიკულად ინდექსის გაკოტრება შეუძლებელია, შეიძლება რომ ინდექსმა აიწიოს ან დაიწიოს, თუმცა ეს გაკოტრებას არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს და ანუ ინდექსის განულება ამ შემთხვევაში ბუნებაში არ არსებობს. ბუნებაში ვერ მოხდება ეს. ამიტომ ეს არის საკმაოდ დაცული მექანიზმი და ჩვენ თუ ნახავთ საერთაშორისო გამოცდილებას, კარგად რეგულირებად საპენსიო ფონდების ბაზარზე გაკოტრების შემთხვევები პრაქტიკულად ნულის ტოლია. იმ ქვეყნებში, სადაც რა თქმა უნდა ოპერირების რისკი მაღალია და გამჭვირვალობა არ არის, კანონის უზენაებსობა და ასე შემდეგ, იქ შეიძლება რამოდენიმე მაგალითი. ძალიან გმადლობა. ტრადიციულად ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, ახლა მომავალში კვლავინდებურად გელით ჩვენ სტუდიაში. შეიძლება კიდევ ერთ რამს დავამატოთ, როგორც მოგეხსენებათ, ორი თვის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი ახალი დემოგრაფიული აღწერის შედეგები. დიახ. და ამან კიდევ უფრო ნათლად წარმოსახა ის, რომ საქართველოს აუცილებლად ჭირდება საპენსიო რეფორმა. საპენსიო ასაკსყოფი მოსახლეობის რაოდენობა პროცენტულობაში უგულისხმობ არის უფრო მეტი ვიდრე ჩვენ მაგალითად და რეალურად ეს რისკი რომ დაბალანსდეს გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ამისათვის აუცილებელია კერძო საპენსიო რეფორმის გეგმა 3,790,000 ადამიანი ცხოვრობს დღეს საქართველოში და იმედია ყოველ შემთხვევაში დაეწევა საპენსიო რეფორმა ამ ყველაფერს და მხოლოდ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ცხადია იმ პრევენციული ღონისძიებებისა და ყველა იმ რისკ ფაქტორის გამორიცხვით, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოთაც ვისაუბრეთ. ძალიან გმადლობა ბატონო ოთარ, რომ მიიღებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონი ოთარ ზიზიკაშვილი პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებს. ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას.